თუ ახლა მათმა ერთმანეთი დახოცეს, ყველა. მაშინ შეიძლება ამ ბრძოლის შემდეგაც გამარზე ვიჩვენოთ, რომ ეს ბიჭი ყველა მიცი როგორი სახელი აქვს და მოდიცი მართლაც სტილისტიკურად ყველაზე ერთ-ერთი ძნელი ოპონენტი ვარ მისთვის, ხო? ნუ რეალურად რო ვისაუბრ. Best country, Georgia! Let's go, man! მოგესალმებით ყველას Fight Hop podcast-ის 213 ეპიზოდი. ნოსტალ გიორგი სართანია, რომეო 50 ცენტერაძე. დღეს არის 5 ივლისი. თუ 4 არის შენთან, ანუ American Independence Day, ანუ უკვე 5 არის. და დღეს გვეყოლება ყველაზე ერთ-ერთი წამყვანი ძლიერი middleweight-ი დღეს ქართველი ჩვენი return guest მეგობარი, რახან უკვე მეოთხე მოვა ჩვენთან. მეოთხედა ხო უკვე ჩვენ. რა თქმა უნდა, საუბარი არის კავკასიელ რომან დოლიძეზე, რომელსაც ექნება შემდეგი ბრძოლა 9 აგვისტოს, თავარი ბრძოლა იქნება ანტონი Fluffy Hernandez-თან ერთად UFC Apex-ში, ლას ვეგასში. ერთი თვე არის დარჩენილი და ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება. რომი, დიდი მადლობა ძმაო, რომ კიდე შენი მე არ ვაშ კომუნიკაციით. ბიჭო, ხო, რა თქმა უნდა, ნუ ორივეს, რომის და რომას ორივეს დიდი მადლობა. How you doing, როგორ ახლა? მე კარგად ვარ, კარგად ვარ. ვცდილობ დღეს, ესე იგი, პროდუქტიული დღე გვაქვს. დღეს ლაივი გავაკეთე ჩემს YouTube-ზე. სხვადასხვა მომდევნო ლაივი მინდა რომ გიოსთან ერთად გქონდეს უკვე ხვალ იგივე დროს დაახლოებით. აგერ რომ მყავს სტუმრად გუშინ ბენო ყავდა. მე მარიამ თოფურია გვეყოლება, გოგონა მებრძოლი, რომელიც ახლა აზიაში ტაილანდში არის სავარჯიშოდ, გავიცნობთ. გოგოებთან ჯერ არ გვისაუბრია არავისთან მებრძოლებთან, ქართველი, ვაფშე არც ქართველებიდან და არც უცხოელებიდან მგონი. და ასევე ზვიად ლაზიშვილს ველოდებით, ყველაფერი ეს დღეს უნდა გავაკეთეს, ამის შუალედში მინდა რომ დღეს ცოტა წავივარჯიშო ამდენი რეაბილიტაციის პერიოდის შემდეგ, იმიტომ რომ უკვე ძალიან ცუდად ვარ, თუ არ რაღაცა თუ არ გავაკეთე, ექიმაზემა დამგთოვნება რომ ცოტა წავივარჯიშო. და ცოტა ნაყოფიერი დღე მინდა რომ დღეს გქონდეს და ბევრი რაღაცა მაქვს მოსასწრები და თან მოსწრებაზე ვარ. ყველაფერი ჩავატიო და თან მინდა რომ ვისიამოვნო მთელი პროცესით რა და ძალიან არ ვიჩქარო რა და ნახოთ. კაი დღე უნდა მქონდეს წესით. და თქვენც ასევე ყველას გისურვებთ კაი დღეს, როცა ვუყურებთ ამ ეპიზოდს რა. და შეგახსენებთ რომ ჩვენ Spotify-ზე, Apple Podcast-ზე ვართ პირველი დამოუკიდებელი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი და გამოგვიწერეთ და დარჩით ჩვენთან. საქმეში ვართ, we in business. მე საქმეში ვარ. We in business. 罗马非常好，罗马非常好，非常好，非常好，高价非常数，好。კავკასიელი რომა როგორ ახლა? კარგად, როგორ ახლა? დიდი გამარჯობა რომა, მადლობა. თქვენთან არ ვიცი რა დროა, ჩემთან დილა მშვიდობის. ჩემთან არის 11 საღამოს. ჩინეთში. მე ნიუ-იორკში ვარ, ცოტა თიგისტრებ, მაგრამ 3 საათით წინ ვარ რა. ეხლა ვახსენეთ სანამ შემოხვიდედი რომა, რომ ეს არის უკვე შენი მეოთხეთ სტუმრობა ჩვენთან რა და ძალიან დიდი მადლობა რა. მე დიდი მადლობა ბიჭო. ნამდვილად ჩვენ ვიაზრებთ იმას, რომ ჩვენ არა ვართ დიდი შოუ, ჩვენ არა ვართ მასშტაბები, სპონსორიც კი არ აქვს და ესე შემდეგ, მაგრამ და აქედან გამომდინარე არავის ვერ დაავალდებულებ რაც ამა დიდი შოუს რო იყო, მაინც ვერ დაავალდებულებ, ვერავის რომ მოვიდეს დაგელაპარაკოს და ასე შემდეგ და ამიტომ ეს ყველაფერი ბონუსი და ეს არის რა, ანუ მადლობელი ვარ. მე პირველად როდის ჩავწერეთ. აი როდის მე UFC-ში ბრძოლობდი თუ UFC-ს გარეთ ვიყავ. უკვე იყავ UFC-ში სხვათა შორის. უკვე იყავ. მე არ მაქვს. პირველად ჩვენ შენზე ვისაუბრეთ 2019 წელს, სანამ UFC-ში ჩხუბდი შენზეც და ილიაზეც. მაშინ რა თქმა უნდა არავინ არ გვისმინდა, არავის არ აინტერესებდა ეგ ამბავი. ეხლა ყველა ტარს უკრავს და ყველა ექსპერტია, გასაგებია, ძალიან კაია.
რაღაც პონჩი, მაგრამ პირველ ინტერვიუში დაჟე რომამ თქვა რომ ვიციო თქვენ დაჟეო სანამ UFC-ში ვიყავი მანამდეც ანუ უკვე გქონდა რა კომუნიკაცია რა WWF-ში რო იყავი მაქიდან უკვე მოყვებით რა და ისე სხვათა შორის რა ბევრი ისენი არის პოდკასტები და მედია არის ბოლოს მაიკ პერიზ ეგნახე და თუ ყავს გამორჩეული MMA junkie ხო არის და ვისთან ისა შაკ არის კიდე შაკ კიდევ იყო რაღაც home of MMA თუ რაღაც ასეთი ბევრია სიმართლე გითხრათ ასე გამორჩევით ვერ გამოვარჩევ მაგრამ ძალიან მიხარია როდესაც ქართულად მოსაუბრებთან მოხს რაღაც საუბარი იმიტომ რომ ჩვენ მაინც ჩვენებური ხედვა აქვს ცხოვრების მე არადროს არ გამკითხავ სხვა იდეებს სხვა ხალხის აზროვნებას მაგრამ ჩვენ მაინც სხვანაირად ვხედავთ სამყაროს და თქვენს მეშვეობით რომ ჩვენ ხალხს ველაპარაკები უმეტესწილად ისიც რა თქმა უნდა ძალიან ვახარებს და მადლობელი ვარ თქვენზე ერიქით ყველაფერი ესე იგივე გზნობა გვაქვს ჩვენც და რავი ძალიან გვინდა რომ სხვაებიც შემოგვიერთდნენ ამ საქმეში და ასე შემდეგ მე მგონი 5 წელი ამ საქმეს ვაკეთებ დიდი ესეთი ფინანსური გეინი და წინსვლა ჩვენ არ გვაქვს აქედან მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ გვიყვარს ბევრი დანებდებოდა ჩვენს ადგილას დიდი ხნის წინ მაგრამ მართლა რომ UFC კი არა მთლიანად MMA სპორტი რო გვიყვარს იმიტომ ვინარჩუნებთ ენთუზიაზმს რომ ეს გავაგზავნოთ და ინერციით მივდივართ წინ ჩემთვის არის ყველაზე დიდი სტიმული და мотиваცია აი ხა რომას რო ვესაუბრები ყველაფერი ღირს რა ანუ ჩემთვის რომ ამას ვაკეთებთ რა და როცა აი რომას ვესაუბრები ან გინდა ბენო ადამ აი ვინც არ უნდა იყოს რა მებრძოლები ვისაც მიუყვებით გვიყვარს და გვინდა მათ კარიერაში რომ ნახოთ პიგზე რა ასულები და მინდა დავიწყო პატარა აიზბრეიკერით ანუ მოკლედ ბოლოს გნახეთ ყველა მგონი წინა კვირას ლას ვეგასში ოლივერა თოფურიას ევენზე და მაგაზე უბრალოდ მინდა კითხო როგორი ატმოსფერო იყო და როგორი სიტუაცია იყო როგორ მოგიწონა ეს გამი საბრძოლო კვირა Fight Week სადაც ეს ბრძოლა ჩატარდა და T-Mobile-ში სულ განსაკუთრებული ატმოსფეროა UFC რა თქმა უნდა ცდილობს რომ როდესაც საბრძოლო კვირაა Fight Week ეს International Fight Week საერთაშორისო საბრძოლო კვირა მაშინ უფრო მასშტაბურად ცდილობს რომ ყველაფერი გააკეთოს ბევრი სპორტსმენები ჩამოიყვანოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ასე შემდეგ ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან მაღალ დონეზე ყველაფერი ორგანიზებული და რაც შეეხება ბრძოლას ძალიან ჩვენ ქართველებმა რა თქმა უნდა განსაკუთრებულად გაგვიხარდა ერთად ვიდეოით ერთად უყურებთ ამ ყველაფერს ჩვენმა ყველა ძალიან იმაყოფილი დარჩა რატომღაც გამიკვირდა ბევრი გულშემატკივრობდა ოლივეირას ალბათ იმიტომ რომ უფრო დიდი ხანია UFC-ში ან ვერ მიხვდები რა ფანებს ვერ მიხვდები ვის რა მოსწონს ყველას თავისი ხედვა აქვს მაგრამ რა თქმა უნდა ამ ბრძოლის შემდეგ ბევრი შეიცვლიდა ილოზე აზრს საინტერესო ბრძოლებსა და საინტერესო სპორტსმენია ისეთია როგორც UFC-ს უყვარს ფინიშები UFC-ს უყვარს ნოკაუტები და სამწუხაროდ უსაბედნიერო ჩვენი ფანატებისთვის უფრო გასაგები როდესაც ნოკაუტი იგებ მათთვის გასაგებია რომ დგომში მოიგე და ძალიან კარგია ამიტომ დიდი ნაბიჯია ძალიან ილოსთვის დიდი ნაბიჯია ქართულ MMA-სთვის და თუ რაც შეეხება თვითონ ატმოსფეროს, რა თქმა უნდა, სხვა დონეზე იყო ყველაფერი ძალიან მაგარი. იქ ვნახე რომ ის ახლოს იყავი წინა ხაზზე იყავი მგონი ყველაზე წინა ხაზზე და ერთი კადრი გამოჩნდა პადი პიმბლენთან იყავი ძალიან ახლოს რა და მეთქი ანუ მაგაზე გამეცინა რა დრამე კონტაქტი გქონდა ან კომუნიკაცია დრამის მე ყურადღებას არ ვაქცევ მე ვაზრებ და ხვდები რომ ეს არის ჩვენი სპორტის ნაწილია იმ კონტინგენტს აი წილად ამერიკაში ვამბობ აი იმ კონტინგენტს ვინც ბრძოლებს უყურებს აი ეს რაღაცები აინტერესებთ უყვართ და უნდათ რომ იყოს ბრძოლებში დრამები ასე ვთქვათ მე დიდად არ მაინტერესებს ამიტომ აი რასაც უნდა მოსაკეთებინეს ეს ბიჭები მათი გადასაწყვეტია ბიჭო ხო იცი რომი რომ ჩვენ ადრე რომ უნდა ჩაგვეწერა რა ყველაფერი უკვე მაქვს დაალაგებული ნოუთები მაქვს გაკეთებული და მაგრამ მინდა იმიტომ რომ ველოდებოდი რა კი რაც პრობლემა არ არის მინდა რომ ისე მიუყვე რა როგორც ამაქვს რა აი გული მინდა რომ ხოვაზე ხარ რა ის ანუ ეხა ახსენე რომ UFC-ს ძალიან უყვარს ილია თოფურია და მართლაც ეგრე გამოდის იმიტომ რომ pound for pound-ში არის ოღონდ გონი UFC არ წყვეტს UFC
არ ვიცი ვინ წყვეტს, მაგრამ პრესა ილომ მეტია. დაიმსახურა. კი, კი. UFC წყვეტს, რა თქმა უნდა. თავისი გავლენა აქვს, მაგრამ ილომას დაიმსახურა, მერამ მესამე ფინიშია, სამივე ძალიან სერიოზული ოპონენტი, მაღალი დონის მეტი რა უნდა გააკეთოს. საერთოდ რას ფიქრობ ამ pound for pound-ის სიაზე, იმიტომ რომ დიდათ ეს არა, ჩვენთვის, საქართველოსთვის რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მიღწევა. ძალიან კარგი მიღწევა. რა თქმა უნდა, ორი აზრი არა. მე დიდათ არ მაინტერესებს რა. რომა ფრთხილად იყავი, აგერ გიგა მე-4 ადგილზე დასვა ილია ბრძოლამდე და იმდენი ჰეითი და იმდენი ზიზღი წამოვიდა მაგის მიმართ, მაგის გამო ვერ ვიგებ რა უნდა ამ ხალხს. იკაძე? ხო რა. ნუ არა, მე ფრთხილად იყავი. არა, მე არავის არ მეშინია. არა, ვხურობ. არც ქართველების და არც ხვის. ჩემას მე სულ ნათლად გამოვხატა. მე მასაც ხვდები რომ ხშირად ჩემი ნათქვამები არა მხოლოდ სპორტზე, ბევრ ხალხს გულზე არეპრიანება, მაგრამ მე დიდათ მე სხვისთვის არ ვაკეთებ რა ამ ყველაფერს, იმისთვის რომ უბრალოდ ვიღაცამ ლაიკები დამიწეროს, კარგი კომენტარები დამიწეროს. ჩემი აზრია, ასეთი აზრი გამოჩნია, დიდი ალბათობით როდესაც აი ასე აქტიურ პროფესიონალურ სპორტში აღარ ვიქნები ასოციალურ ქსელებშიც აქტიური აღარ ვიქნები, იმიტომ რომ მე დიდად ეს ყველაფერი ნამდვილად არ მაინტერესებს და იმასაც ნათლად ვხედავ, რომ სიმართლეც ნაკლებად მოიძებნება. მთავარი არის რა პოლიტიკურ ან რა აზრს და მიმართულებას გამოხატავ და რაც კიდე ის თქვი. ამიტომ დიდად არ მაინტერესებს. თუ ვინმე სამწონს თქვენი გაბარაზება და წყენინება არ მინდოდა, ჩემი აზრია და მაინც შემაძაზე ვიქნები. რა იცი? მასეთი მიდგომის გამო და ის რომ სიმართლე არ შემილია რომ გულში დავიტოვო, როცა სათქმელი ვთვლი რომ სათქმელია, მასეთ რაღაცების გამო მეც ბევრ ადამიანთან გამიფუჭდა ცხოვრებაშიც და MMA-ის წრეშიც ურთიერთობა და ანუ რას ვიზამთ ესეა რა. უნდა შეგვეძლოს სხვა განსხვავებული აზრის ერთმანეთის მიმართ მიწოდება და გამოხატვა და გაზიარება. მეც ეგრე ვთვლი და გეთანხმები კი ბატონო. სანამ გადავალთ რა ეს ანუ pound for pound-დან სანამ გადავალთ რა ანუ უკვე ვახსენეთ რომ მე-4 ჯერ ხარ ჩვენთან რა და თუ და ისიც არ მახსოვს შენგან რომი შენ თუ გახსოვს რომ ეგ კითხვა ანუ ვინ არის შენთვის goatee რა ანუ pound for pound არა მაგრამ მე თქვენ გითხარით რომ მე მგონი იყოს კითხვა ხშირად მე სულ ასე არ ვუყურებ მე ამ სპორტს რა თქმა უნდა განსაკუთრებით გულშემატკივრობ ქართველებს. აი ბრძოლებზე პრინციპში არ დავდივარ, როდესაც ლას-ვეგასში ვარ, სულ გვაქვს საშუალება ჩვენ ბრძოლებს ვწავიდე ბრძოლებზე, მაგრამ იმდენად დამღლელია, იმდენი ხალხია. აი მაგალითად ილოსთან ამოხდა. მე ცოტა იმლომ როდესაც გაიმარჯვა, მე და მერავი რაღაც ერთად გავიარეთ, რაღაც მიულოცეთ, ცოტა დრო ერთად გავატარეთ და მე გადავწყვიტე რომ სახში წავსულიყავ. და დაცვა იქ ჩვენ ყველას ვიცნობ და დაცვას და ყველას ბიჭებს. და უნები რომ მე მივდივარ მეთქი და ჩემი მანქანით მივდივარ მეთქი, გაჩერებული ყავს პარკინგზე, აი იქით გამიშვით მეთქი. მე რაბი უნდა წაეყვანათ. მე ჩემი მანქანით მოვედი და მე გამიშვით მეთქი. და შეცდომით, იმიტომ რომ ეს security ამ ჩვენმა დაცვამ, UFC-ის დაცვამ გადამცა თვითონ ამ T-Mobile-ის დაცვას. და T-Mobile-ის თავისი დაცვა აქვს რა. და ეს T-Mobile-ის დაცვა არ არის შეჩვეულე ეს რაღაცებზე და წამიყვანა ჩვეულებრივი გზით. და რა თქმა უნდა იქ დახვდა ჩვენი გულშემატკივრები, ძალიან ბევრი ხალხი იყო, ძალიან ბევრი და მოკლედ 1 20 30 40 წუთი ალბათ კიდევ ვერ გამოვედი. იქედან ძალიან რა თქმა უნდა მიხარია ჩვენ ძალიან თბილი ბიჭებია, ძალიან მიყვარს მათთან ურთიერთობა, მაგრამ როგორია იცი ეს ემოციები რთულია მით უმეტეს რომ თვითონ ემზადები ბრძოლისთვის მეორე დღეს ვარჯიში გაქვს ფორმაში უნდა იყო დროზე უნდა დაწვე დროზე უნდა ადგე ამიტომ ასეთი რაღაცები როდესაც ამოგაგდებს რეჟიმიდან არ მომწონს მაგრამ ჩვენი გულშემატკივრები რა თქმა უნდა სხვანაირად მოდის გულზე ძალიან მიხარია და მათთანაც კარგი დრო გავატარე მაგრამ ვცდილობ რომ ის ასეთ რაღაცებს ხმაური ადგილებს ავიდეთ. ცხოვრებაშიც არ მიყვარს ხმაური ადგილები, ამიტომ იშვიათად დავდივარ ბრძოლებს. არა, გასაგებია მეც მანდა მაინც თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, მეც ვერიდები მთელი ბავშვობა ყმაწვილობის ასაკშიც კი არ მიყვარდა დისკოტეკები და ხმაურიანი კლუბები და ვერ დავდიოდი ვერასდროს.
ჩხუბებს სიარულიც ეხა თუ ვინმე ჩემი ახლობელი არ ჩხუბობს ხო? და დასწრება არ არის აუცილებელი ჩემი მირჩევნია ყოველთვის ტელევიზორში ვუყურო. მე ახლა ჩხუბს თუ არ უყურე კვირაში ერთ ახალ ჩხუბს მაინც არ შემიძლია, მაგრამ მინდა რომ ტელევიზორში მიყვარს ყურება, მე იქ დასწრება არ რა დვილია კი ნუ თან გაშესვლა გამოსვლა ძალიან ისეთია რა აქ რთულია როცა დიდ ივენთებზე ხვდები რთულია მაგრამ ჩვენი ბიჭები თუ გამოდიან რა თქმა უნდა სულ ცდილობ რო ვიყო ძალიან მინდოდა გიგასთან ყოფნა ლონდონში რო ქონდა ბრძოლა აჰა მაგრამ ინგლისში ვიზებია საჭირო და რატომღაც ნორმალურად და დროულად არ გამომივიდა მაშინ მე წასვლა აა ინგლისი ცოტა რთულია რთულია მე როდესაც ბრძოლა მქონდა ინგლისში ადვილად მივიღე ვიზა მაგრამ ამჯერად ანუ გიგას წინა ბრძოლა ხო წინა იყო ისე ეხა მომივიდა მაგარი მესიჯი რომ მას უთხარი რომ Street Fight-ში ეგ მიმყავსო რა ჩემი აზერი ძმაკაცი არის აქ ცხოვრობს მუშაობს და პრესები ხანდახან ეგეც კითხვებს რო ეკითხებიან რომ ანუ რომელ მებრძოლს წაიყვანდი შენთან Street Fight-შიო რა და ეგ კითხე ერთხელ და აი უეჭველი რომა მიმყავსო რა და მოკითხვა ჩემ კარდაშ ძმაო მაგა what's up çok teşekkürler რამდენი ენებიც გომაიონი ben Türkçe'de çok iyi konuşuyorum თურქულად საუბრობენ თავისებური თურქული ენა თურქულია უბრალოდ ცოტა მოდიფიცირებული ასე ვთქვათ ამიტომ მე თურქეთში ხო ფეხბურთს ამაშობ და კარგად ვიცი თურქული კარგად ვსაუბრობ რიად იმასიც სხვათა შორის ლაზიშვილმა ერთხელ და ველაპარაკები რომ შევხვდები ხო თურქი ბიჭი ყავდა ვარჯიშზე და საუბრობენ და მივედი ახლა მეთქი მე ჩავერთები საუბარი და უსმენ მეთქი ეხა გავიგებ რაღაცა მეთქი ბოლო რა ენაზე ლაპარაკობ მითხარი მეთქი რა მე მასწავლის ხოლმე ეს აზერულს რა საბანხეირდილი და რაღაც და კარდაშ და საღოლს ჩვენ ხო ხმარობთ საღოლ იაფეთისა და ქვია საღოლ ხომ არა მადლობა როგორია თურქულად teşekkürler ჯო ეხა ფეხბურთი ვახსენეთ და აი ბოლო ისეთ ფან კითხვა არის თუ ყავს ვიცი ეხა გოუთებზე მებრძოლზე არ ვიძახი favorite goalkeeper თუ ყავს ეგეც არა არა როგორ არის როდესაც ფეხბურთს თამაშობდი ძალიან რა თქმა უნდა ჩართული ვიყავი აქტიურად და ძალიან მიყვარდა ფეხბურთი და ვიცოდი აი ყველა მეკარეები და ამ შემდეგ სამწუხაროდ დღეს თუ საქართველოს ნაკრებს არ ეხება ფეხბურთი პრინციპში საერთოდ აღარ მაინტერესებს არ ვარ ჩართული მაგრამ თუ იმ დროზე ვისაუბრებ და იმ პერიოდიდან მოვიყვან მაგალითს ვინ იყო ჩემთვის ყველაზე საყვარელი მეკარე მაშინ იყო იგერ კასილასი ძალიან ბევრი იყო კარგი მეკარეები ძალიან მიყვარდა ოლივერ კანი პეტერ ჩეხი ფაბიენ ბარტეზი ნუ ბევრი იყო რა მაშინ საინტერესოები ჩემთვის მაგრამ განსაკუთრებით რატომღაც მიყვარდა კასილასი არ ვიცი აი მაგ პერიოდში უყურებდი მე ფეხბურთს რა და ეხლა მარტო კვარას თამაშებს ან საქართველოს თამაშებს უყურებ ხოლმე რა 3 2 1 0 and lift off აი მოდი გადავიდეთ ახლა რა we talking business now და let's go I'm ready for it ერთი თვე არის დარჩენილი ცოტა მეტი რა 9 აგვისტოს გაქვს ბრძოლა და მაინტერესებს რა თქმა უნდა როგორ მიდის შენი კამპი და არის თუ არა სპეციფიკური ფოკუსი რამეზე გამორჩეული ან განსხვავებული ამ კამპზე ჰერნანდესთან ჰერნანდესი ძალიან კარგი მებრძოლი მისი უმთავრესი პრიორიტეტი სხვა ბრძოლებში რაც ვისთანაც მას ჩატარებული ქონდა ეს არის კარგი კარდიო გამძლეობა. ვერ ვიტყვი რომ ჰერნანდესი ფიზიკურად ძლიერია, ფიზიკურად ცდილობს რომ აი მერაბი როგორც ჭიდაობს, ხო აი ფიზიკურად და იცის რომ ძალაქვს და მოერევა. ეს უფრო აი ასე ვთქვათ არ გამოდის პიავკასავით მოგეწეპება და ცდილობს რომ შენ დაიღალო შენ აი შენ როცა ცდილობ რომ გამოხვიდე და იმუშაო და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან ვწული მეთქი მომზადებას არა სიმართლე, მაგრამ
ბიჭებს ვისაც მე ვესპარინგები, აი იმას ვთხოვ რომ უფრო მეტი მეჭიდაონ და ცდილობ რომ ეცადონ რომ სულ ჭიდაობა იმისთვის რომ ხელები შევაჩვიე რომ მზად ვიყო აი მისი მუდმივი ჭიდაობისთვის. იმიტომ რომ ძალიან ტექნიკურიაო ვერ ვიტყვით, ძალიან კარგი გრეპლინგი აქვს ვერ ვიტყვით. გრეპლინგში ძალიან ბევრი გამარჯვებები აქვს, მაგრამ იგებს მხოლოდ იმის ხარჯზე რომ დაიღლება ოპონენტი და შემდეგ უკეთებს საბმიშნს. ამიტომ ფიზიკურ ასპექტს ვაქცევ ყურადღებას და რა თქმა უნდა ჭიდაო. რა თქმა უნდა გრეპლინგი უმეტესი. მექსიკური სტილი აქვს რა, გამძლეებიჭია, ძაღლი მოჭხუბარია და მას კარგი ძლიერი აქვს მექსიკელებს როგორც ტრადიციულად კარდიო კარგი აქვს, ესეთი კრეპკი, ესეთი მაგარი კრეკეტი ხალხი არიან რა. მაგრამ რა დგომში ბევრი მინუსები აქვს, ძალიან ზარმაცი. სულ აგებს პირველ რაუნდებს უმეტესად და მერე იწყებს ჭიდაობას, რომ ხდება რომ დგომში არ უნდა იჭროს. თან ზარმაცი ჯები აქვს ძალიან ცუდად წევს ჯებს რა. მან მარჯვენა ხელი და ფიზიკურად რა თქმა უნდა გაცილებით კი, ამიტომ ავარი არის რომ აი ვიცი რომ შეეცდება და სულ იგივე არ ამგონია რომ სტილი შეცვალოს, ამიტომ უნდა ვიყო ამ მონოტონური შესრულებისთვის მზად, მეტი არაფერი. და პარტერში რა თქმა უნდა აი თვითონ აქვს ნაბრძოლი ბიჭებთან, რომლებიც ჯიუ-ჯიტსუს ჭიდაობენ. მე ხო ჩვეულებრივი ჯიტსერი არ ვარ. მე უფრო ფეხებზე და მტკივნეულეთებს ხვანაერად ვაკეთებ. და ტანზე იშვიათად ვცდილობ რაიმე გავაკეთო. ამიტომ ესეც ისეთი ასპექტია, რაც მას ძალიან არ მოეწონება. კი ბატონო. ვინ გეხმარება ძირითადად უფრო ხშირად? მოსამზადებლად სტილისტიკურად ამ ბრძოლისთვის, აი კონკრეტულად ამ პერიოდში ძალიან კარგია შონ სტრიკლანდთან ვარჯიში. იმიტომ რომ შონი ბევრმა არის, მაგრამ ძალიან კარგად ჭიდაობს. კი ბატონო. ძალიან და გრეპლინგიც ცუდი არ აქვს, დაცვა აქვს და თვითონაც აგრესიულია. გამძლეობაც ხო აქვს და აი ზუსტ სტილისტიკურად თუ აი ჭიდაობას ყველაფერს დავანებებთ, აი რო სულ წინ მოდის და არ გაძლევს 1 სანტიმეტრსაც, ეს არის შონ სტრიკლანდი და მასთან მინიმუმ 2 რაუნდს 5 რაუნდიდან სტრიკლანდთან ვაკეთებ და ვცდილობ რომ შუალედებში მიშელ პერერასთან ვისპარინგო, იმიტომ რომ მიშელი კარგია სისწრაფეში ხელებში. აი შონთან რო იჭიდავებ დაღლილი ხარ, შემდეგ დგომში უნდა დაუდგე მიშელს და დგომში უნდა იჭხუბო, სისწრაფეზე იმუშაო. ამიტომ მეტეს მაგას ნაჭხუბი აქვს. ნაჭხუბიც აქვს და რაღაცებთან მეუბნება და სტილისტიკურადაც იმიტაციასაც ცდილობს. ფეხებში შედის. და მე ზუსტად არ მითხარ რომ კი შემოვა ფეხებშიო, მაგრამ ფიზიკურად ძალას ვერ იგზნობ. შემოვა მოგეწეპება და მეტი არაფერი. აი ვერ იგზნობ რა იგეჭიდავება რა ფიზიკურ ჭიდაობას ქვია. და რაღაცებს რა თქმა უნდა ამ ბიჭებთან გავდივარ უმეტესწილად ვცდილობ რომ შონი და ყავს სხვა ბიჭები რომლებიც ახლა ნაკლებად ცნობილები არიან რომლებიც დგომში არ არიან ძლევამ კარგად ჭიდაობენ აი შეიძლება რომ გრეპლინგი და გაძალონ აი სულ რო ეჭიდაო რა თქმა უნდა გრეპლინგში მე ვიგებ მაგრამ ამასაც ხო ენერგიის ხარჯვა ჭირდება მე ის უნდა ადგე უკან ის უნდა გააგრძელო ბრძოლა ამიტომ ვცდილობ რომ ისეთ ბიჭებთან ვისპარინგო რომლებიც უფრო გრეპლინგზე ჭიდაობაზე არიან ორიენტირებული ეხა უსმენდი ცოტა ხნის მაგის ერთ-ერთ ინტერვიუს რა და ესეთი quote მაქვს მისი თვითონ თქვა რომ I don't like grappling that much I do it cause it works ანუ მე არ მევასება grappling-ო მაგრამ საჭირო არის და ვაკეთებო და შენი აზრით რა ამ mindset-ზე რა სიტყვი რომან და ფიქრობ თუ არა რომ ჩვენ როგორც ფანებს გვექნება იმის შანსი რომ ნახოთ ძალიან მაგარი high level grappling exchange მე ვფიქრობ რომ მე ჩემი გეგმა რა თქმა უნდა დგომში უნდა დავიწყო ბრძოლა და ფიზიკურად დარტყმა გაცილებით ძლიერი მაქვს ვიდრე მას აქვს და თვითონაც ამას ხვდება და პარტერშიც არ რა თქმა უნდა ჭიდაობას მივცემ ასე ვთქვათ ვიჭიდავებ აუცილებლად და ვიჭიდავებ ჩემ სტილში არ ვიჭიდავებ ისე აი მას თუ მიაქცევთ ყურადღებას უმეტესწილად აქვს მახჩობელა ელითებით გამარჯვებული აი როდესაც ჩამოეკიდება ვიღაცას ცდილობს რომ დააღწიოს თავი ეს ზურგზე მიეწეპება და აი ზურგიდან უკეთებს ან მახჩობელაილეთს ან ის არის გილიოტინესავით ჩოუქს უკეთებს ცოტა განსხვავებულად აკეთებს მაგრამ ერთ და იგივე პრინციპი აქვს ყველა იმ ილეთებს ასაც აკეთებს და აი ეჭიდავა მაგალითად მაღალი დონის ჯიუ-ჯიტსერებს ჯიუ-ჯიტსუში საგებს და საწყისში მაგრამ ის ბიჭები იღლებიან და შემდეგ უკვე ეს უგებს ჯიუ-ჯიტსუთ
ამიტომ ვერ იტყვი რომ მაღალი დონის ჯიუ-ჯიტსუ აქვს. არა. უბრალოდ ღლის იმ ბიჭებს და შემდეგ უგებს ჯიუ-ჯიტსს. მაგრამ თუ ჯიუ-ჯიტსუში წაგებს რა, ისეთ პოზიციებშია პირველ 2 რაუნდში რომ ეგონება რომ ახლა წააგებს ალბათ. ოკეი. ძალიან ისეთი ლანკი და რაღაცნაირი სტილი აქვს. გეგონება რომ შეიძლება მოკლეს ახლა და ბალდროს ჩხუბს იგებს რა. ერთხელ იყო ჩვენ ერთ კარტაზე ვიყავით. თუ გახსოვთ რა, მაშინ კოპილოვს მოუგო. მან კარტაზე ვიყავით, ხო, ჩვენ თუ არ ვცდები. მონიკენო. ხო, და 7 სერია გამარჯვება და სხვათა შორის კარგი სახელები აქვს. შენც, რა თქმა უნდა, ცნობილი სახელები გყავს და რამდენი ხანია რომ შენ რეიდერზე არის? ანუ რომ იცი ეს მე უნდა ახლა მე დიდათ არავინ არ ვიცი, მაგში რომ მომცეს პირველად. მე მგონი 1 წლის თუ 2 წლის უკან იყო ზუსტად არ ვიცი. მე დავთანხმდი რა თქმა უნდა ბრძოლაზე, მაგრამ თვითონ ამოვარდა ბრძოლით. რა უნდა გქონოდა ჩვენ ბრძოლა? გაუქმდა. ამიტომ აი როგორი ეტაპია იცით, მე რეალურად და UFC-ს პირდებოდა ესეც საინტერესო ინფორმაცია თქვენთვის, UFC 2 თვე მეუბნებოდა რომ შენი ოპონენტი იქნება ვიტაკერი. აი შენი ოპონენტი იქნება ვიტაკერი, მეტი სხვა არანაირი არაფერს არ იფიქრო და მე მაშინ როდის როდის და ალბათ როდესაც დერიდერმა მოიგო, რა თქმა უნდა მათ თავისი ინტერესები აქვთ, ჭირდება ახალი ხალხის ზევით ამოყვანა და რაღაც გადაეთამაშეთ, მაგრამ 2 თვის განმავლობაში ყოველთვის როდესაც მე მათთან კონტაქტი მქონდა, იყო ვიტაკერი. ჩემი ოპონენტი უნდა ყოფილიყო ვიტაკერი. და შემდეგ მომცეს ეს ბიჭი და იმასაც ხვდები რომ ლოგიკურად რომ აი ვიფიქროთ და ვიაზროთ მაგალითად პრაგმატულად თუ რა იქნებოდა სწორი მომავლისთვის და სწორი ნაბიჯების გადადგმისთვის. ყველა ვარიანტში მინიმუმ 2 ბრძოლა მჭირდება კამარისთვის. მინიმუმ. ამიტომ ვიტაკერზეც რომ მომეგო, მაინც კიდევ ერთ ბრძოლას მომცემდნენ ყველა ვარიანტში. აზრი არის, ყველა ვარიანტში მასე იქნება, რომ დიდი რიგი არის კამრისთვის და ბევრმა ბიჭებმა დაიმსახურა. ერთი კარგი ცვლილება მოხდა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, რომ ჩაენიშნა კაიო იმამოვის ბრძოლა. ეს ორივე ბიჭები, აი ზუსტად რომ კარგი სიტუაცია ყოფილიყო მათთვის, ამ წონით კატეგორიაში ორივე კამარზე ღირსია რომ ორივე მიჩხუბს. მაგრამ ისე გამოვიდა რომ ერთმანეთს ხვდებიან და ამიტომ ერთი მოგშორდება. ერთით ნაკლები გვეყოლება კონკურენტი კამრისთვის, ვინც არ უნდა მოიგოს. ამიტომ ველოდებით ახლა ამ ბრძოლას და შემდეგ დიდი ალბათობით კიდევ ვიღაც ხუთეულიდან იქნება და ეს არის და ეს. ზუსტად მაგაზე უნდა გადავსულიყავი შემდეგი რა. შემდეგი არის ზუსტად რომ დანიშნული არის ვიტიკერი, დერიდერი, იმამოვი და ბორალიო. რა თქმა უნდა კიდევ მთავარი ბრძოლა არის კამარზე დუპლასი ჩიმაევი და მაგაზე მინდოდა მეკითხა რომ როგორ რას ფიქრობ რომ ანუ ეს ბრძოლა ჰერნანდესთან როგორ შეუჯამდება იმ სხვა ბრძოლებს და იქნება თუ არა შემდეგი შენი მეტოქე ერთ-ერთი აქ ვინც ვახსენეთ ახლა რა. თუ ახლა მათმა ერთმანეთი დახოცეს ყველა მაშინ შეიძლება ამ ბრძოლის შემდეგაც კამარზე ვიჩვენო, იმიტომ რომ ეს ბიჭი ყველა მიცის როგორი სახელი აქვს და მოდით სიმართლე ვთქვათ. სტილისტიკურად ყველაზე ერთ-ერთი ძნელი ოპონენტი ვარ მისთვის, ხო? ნუ რეალურად რო ვისაუბრებ. იმიტომ რომ ამას კარგად გაზდის, ვინც საერთოდ პარტერს ვერაფერს ვერ აკეთებს, ყველას გადაიყვანს, დაღლის და რაღაცას მოუფიქრებს. ჩემსავით მინჭი დაობს ამ წონით კატეგორიაში სევით. დარჩენილია მხოლოდ ერთი ჩიმაევი, რომელიც კამარზე ჩხუბს. და მეტი არავინ არ ხართ. ამიტომ ფიქრობ, რომ აი ჩვენ შორის გამარჯვებულს UFC ძალიან კარგ გზას მისცემს და თავისუფლებას. თან ისიც უნდა ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, გამიგე ახლა მაგალითად კი ყველა კაცმა თავისი გზა უნდა გაიკვალოს და ყველამ თავისი სისხლით და ოფლით უნდა დაიმსახუროს და დაიმსახუროს არის დამსახურება სიტყვა არ მიყვარს, რასაც იმსახურებ იმას ვერ იღებ ყოველთვის და ხშირად ადამიანის ცხოვრებაში ბევრს დაუმსახურებელი რაღაცებიც აქვს. philosophical question. მაგრამ რასაც წაართმევ, შენ თუნდა წაართვა ხო ცხოვრებაში კაცმა ყველაფერს ცხოვრებას ბედის წერას. მაგრამ აი სხვა რაღაცების ხო შეიძლება რომ გამოვიყენოთ რა, ცოტა ერთხელ მაინც ქართველებმა გულის ნაცვლად ტვინის მიმოქმედოთ და რაღაცა გზები გავიკვალოთ. აი ხა ბუმი რაცა თოფურიას ირგვლივ, მერაბის ირგვლივ, აი ეს ხარჯზე რაღაცა
ჩვენს დაუმსახურებელი რაღაცები რომ მივიღოთ, ხო შეიძლება მმ. მოკლე გზით რომ მივიდეთ სადღაც, ხო, სხვები თუ მიდიან, რატო არ შეიძლება და ღმერთს მახნას ისე ვქნათ, რომ ამ ყველაფერს მოყვეს რაღაც სიკეთეები ჩვენს მიმართ, ქართველების მიმართ და უფრო მეტი ხელგაშლილობა არა, მე UFC-დან. სხვანაირად ვფიქრობ. აი, ჩვენი ბიჭების წარმატება, ჩვენი მაღალ ეშელონში ყოფნა, აი მე 3 წელი უკვე ათეულში ვარ, გიგაც ძალიან დიდი ხანი იყო, ილოც მერაბიც იმ ბიჭებზე მაქვს პირველი საუბარი, ვინც დიდი ხანია ზევით ვართ რა. ხო, ცოტა ისეთი საქმე გავაკეთეთ, რომ ქართველებისთვის რომ თუ ამათ ზევით არ იქნები, მაღალ ეშელონში ხალხს აღარა დააინტერესებს, კაი? ეგეც არის, ხო. ამიტომ რაც არ უნდა ვთქვათ, პირიქით მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაღალი საფეხურზე ვართ და ამ ბიჭებსაც მინიმუმი დაუწესეთ ძალიან მაღალი. სტანდარტები მაღალი გვაქვს უკვე. კი, და სხვა ქვეყნებში უბრალოდ მოიგებ და უხარიათ, ახლა ტოპებში უნდა იყო რა, სხვანაირად აზრი არ აქვს. ხო, ძალიან სწრაფად გავაკეთეთ თან ეს ყველაფერი, ელვისებული სისწრაფით წავედით 0-დან 10-მდე რა. და მაგაზე ბარემ სანამ ამ თემაზე ვართ, რომ უცებ შეგეკითხები, რატო არ არის უფრო მეტი აი უცება ესე უცაბედი მატება ქართველების, ეხლა ამ წუთას 5 კაცი ხარ, 2 ჩემპიონია, უფრო მეტი უნდა იყოს ხო მატება, რატო არ არის შენი აზრით? და როცა იქნება, ვინ იქნება პირველი 2-3 კაცი, ვინც ეხლა მომდენო, ვის ელოდები რა, შენ რა თქმა უნდა, ყველა ქმედებას აქვს თავისი მიზეზი. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ჩვენ ვართ UFC-ისთვის პატარა ბაზარი. ახლა ვიტყვი როგორც ბიზნესმენი დაველაპარაკო. კი ბატონო, კი. 3 მილიონი ნახევარიანი ქვეყანა ვართ, ძალიან პატარა ქვეყანა ვართ. როდესაც და თუ ადამიანი მოდის და ცდილობს, რომ მოიყვან, აი ვის მოიყვანს თავის ზურგზე, ასე ვთქვათ. ვინ წამოყვება, ვინ იქნება, რამდენად ყიდვის უნარიანია, რამდენად გადაიხდიან თანხას pay-per-view-ისთვის, ჩამოვლენ ბრძოლისთვის, არ ჩამოვლენ ბრძოლისთვის და რა ბენეფიტებს პირველ რიგში ფინანსური მხრივ მოიტანს ეს ორგანიზაციისთვის. ეს არის პირველი და მთავარი ამოსავალი საკითხი, როდესაც UFC ღებულობს გადაწყვეტილებას, ვინ მიიღოს, ვინ არ მიიღოს და ასე შემდეგ. ან იმდენად დიდი ვარსკვლავი უნდა იყო და დიდი ვარსკვლავი უნდა იყო, რომ მთლიანად ყველა დააინტერესო, მაგრამ როგორც დავინახეთ ილონა, მუდმივად ძალიან დიდი ვარსკვლავია. და ან სხვა ძალებიც აჩარეული კი არა, არის ორი აზრი არ არის. მაგაშიც გეთანხმებით, ილოც თვითონ სწორად მუშაობს, მე არ მიყვარს არც თვალთმაქცობა და არც სიმართლის დამალვა. ილოს ესპანეთში აქვს დიდი დრო გატარებული, ცდილობს რომ იმ პუბლიკაზეც იმუშაოს და ყველაფერს სწორად აკეთებს. ზოგი განკიცხავს რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მარკეტინგის, ფინანსების მხრივ და სწორი ნაბიჯების მხრივ UFC-შისაც უფრო საინტერესო, როდესაც ილოს ქართველებიც უყურებენ, ესპანელები მარტო არა. ესპანურ ენაზე მოსაუბრეები. სამხრეთ ამერიკა რამხელა ლათინური ამერიკა. ილოს სწორ ნაბიჯებს აკეთებს და ზუსტად ეს ილოს მაგალითიც არის ამ შეკითხვაზე პასუხი. აი ხო შეიძლება ილოს ქართველობა მხოლოდ ამაზე ესაუბრა, მაგრამ სამწუხაროდ და ხალხმა ეს უნდა გაიგოს, ეს ყველაფერი ასე მუშაობს. აი მე ხო არ ვიჩხუბებდი მაგალითად იმ თანხისთვის, რათაც პირველ კონტრაქტში ვღებულობდი. ხო, რა თქმა უნდა, ფინანსებზე დამოკიდებულ. პირველი შე რომ რაღაც ბრძოლას მივიღებ, რაც დიდად არ მაინტერესებს, პირველი შეკითხვა ჩემთვის არის, კარგი, ფინანსური მაშინ მიზეზი რა არის, რატო უნდა ვიჩხუბო ამ ბიჭს. ეს პირველი რასაც მე შეკითხვას დაусმემ მათ. ზოგი ამბობს ფული არ უნდა გიყვარდეს ან რაღაც გეთანხმებით. ეს კი არ ნიშნავს რომ მე ამას მხოლოდ ფულის ვაკეთებ, რომ წავიდე და რაღაც კარგი საათი ვიყიდო ან კარგი მანქანა. არა, მე ჩემი 3 ბიჭი მყავს, ოჯახი, საქმეები მაქვს, რასაც ვცდილობ რომ სწორად წავიყვანო და სამწუხაროდ საბედნიეროდ ამ ყველაფერს ფინანსები ჭირდება. და მე ყველაზე უფრო მომწონს, აი ხშირად ვამბობ აი ამ სიტყვას, ხალხი რომ მესაუბრება და რაღაც ფინანსებზე რომ მიდის საუბარი და ასე შემდეგ. მე სულ ვეუბნები რომ მე ძალიან არ მიყვარს მეთქი სპორტ ეს ბრძოლები და ასე შემდეგ. მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ამას ნათლად ვააზრებ, ვიცი რატომაც ვაკეთებ ეს ყველაფერი და როდესაც ფინანსებს შეეხება ეს ყველაფერი, სულ ვამბობ რომ მე ამ ფულით ჩემს თავისუფლებას ვყიდულ.
რომ ვიცხოვრო ისე როგორც მე მინდა, როგორც ვთვლი საჭიროდ, რომ ვიცხოვრო იქ, სადაც მე მინდა და იმიტომ ვცხოვრობ დღეს საქართველოში და ამის საშუალება მაქვს, რომ ისე ვიცხოვრო ამ საქართველოში, როგორც ვთვლი საჭიროდ და სწორად, ისე გავზარდო ჩემი შვილები, მე ნათლად ხვდები, რომ არ მქონდეს ეს ფინანსური საშუალება და თავისუფლება, ალბათ იმ ტერიტორიაზე მომიწევდა ყოფნა, სადაც მე უფრო მეტი ფინანსური სტაბილურობა მექნებოდა. საქართველოში სამწუხაროდ ამ სიმაღლეზე ხომ ვერ მივიდოდი, იმიტომ რომ ისეთ პირობებ ბრძოლებს რაც შეეხება. არის რა თქმა უნდა ხალხი სხვანაირად გამომუშავებს თავის ჯამაგირს და ფინანსებს და საქართველოშიც მოსწონს. მაგრამ მე დავიწყე ბრძოლები და ბრძოლებით უფრო აქ არის პრიორიტეტი აქ ყოფნა. მაგრამ ზუსტად იმ წარმატებით რაც ბრძოლებში მაქვს იმის საშუალება, რომ ვიცხოვრო საქართველოში. და ამას მაძლევს ის თანხები, რაც გამომუშავებ მე აქ. და ისე ვზრდი ჩემ თშვილებს, როგორც ვთვლი საჭიროდ. კი ბატონო. იმიტომ რომ მაქვს ამის საშუალება, ღმერთს მადლობა. God bless. კი ბატონო, მეც არც წავიდოდი ალბათ საქართველოდან, ამას მე ამოვედი ვისწავლე აქ დავამთავრე პატარა ბიჭი ვიყავი, უკან დაუბრუნდი მიხედავთ რომ შემეძლო აქ დარჩენა გაგრძელება სახში მინდოდა. ხუთ ჩამოვედი 4-5 წელი ვეცადე, ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა და ბოლოს სხვა გზა აღარ მქონდა. მე არ უნდა ვიყო ახლა ამერიკაში. ჩემზე უკეთესები ბევრი არიან, უფრო ნიჭიერები, უფრო ჭკვიანები, რომელსაც ქვეყანას შეუძლიათ კაი რაღაცები მოუტანონ, მაგრამ არ არიან. და ფული ახ გინდა თუ არ გინდა, როცა ხედავ რომ შენ ოჯახს ხშირია, ცოლი, შვილი და ესე შემდეგ, იქ წახვალ, სადაც რაღაც გაქანების საშუალება გექნება და შახში ვერ დაბრუნდები და შენ შვილებს ვერ ეტყვი რომ ფული არ მაქვს, საჭმელს ვერ გაჭმე. პატრიოტიზმი გამორიცხულია. სამწუხაროდ. არა, ახლა ისიც არ გამოგვივიდეთ, იმიტომ რომ აი მე ხშირად მაქვს მივაქციე ყურადღება, რომ ასეთ რაღაცებს საუბრობ, ხალხი ხელად პოლიტიზირებას იწყებს და ამბენ რომ ცუდი სიტუაცია საქართველოში, ის უნდა შეიცვალოს, შემოიცვალოს, მე ესეთი რაღაცები არ მომწონს და სიმართლეც არის რომ არის ხალხის კატეგორია, რომელიც ძალიან კარგად გზნობს საქართველოშიც თავს. მე პირადად ჩემი წლოვანების ჩემი მეგობრები მყავს, რომლებმაც სამშენებლო ბიზნესი სულ ნოლიდან დაიწყეს. და საკმაოდ წარმატებულები არიან. უბრალოდ მე ჩემ თავზე მაქვს მაგალითად, ჩვენ თავზე გვაქვს მაგალითი, სად შევძელით ჩვენი ასე ვთქვათ, განხორციელება ჩვენი იდეების. ხო. მეტი არაფერი. და უბრალოდ ამიტომ არ მინდა რომ ხალხმა იფიქროს რომ საქართველოში ყველაფერი ძალიან ცუდად არის. ასე რომ ყოფილიყო ცუდად, მე იქ არ ვიცხოვრებდი, მაგრამ მე საქართველოში ვცხოვრობ. მეც ბოლო 10 წელია ქართველი ცოლიც მაგიტომ მოვიყვანე 2014-ში, რომ მაშინ სხვა არა ქართულ გოგოსთან ერთად ცხოვრობდი და ვაპირებდი ცოლად შერთვას და მე მივხვდი რომ თუ ქართველობა მინდა და მინდა რომ ჩემი შვილი ქართველები იყვნენ, ქართველი ცოლი უნდა მოვიყვანო როგორც მინიმუმ ამერიკაში როცა ვარ, იმიტომ რომ აქაც რა ხა უცხოელი რომ მომიყვანა, უკვე ჩემ შვილებს არანაირი შანსი არ ექნებოდათ ქართველობის და იმის მერე თან ვცდილობ რომ დავალაგო ისე ყველაფერი რომ ჩემი ოჯახი გავზარდო საქართველოში. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და ეხა მეორე შვილი მეყოლება, მაგრამ ძალიან მალევე მინდა უკვე რომ ვერე ისე მოვახერხო, იმედია ღმერთის წყალობით მოვახერხებ. ძალიან მაწუხებს უკვე დიდი ხანი გავატარე ძალიან ემიგრაციაში და აღარ მინდა ესე მოკლედ რა და გეთანხმები, იმედია მეც იუალ მაქამ მუშაობ. საქართველოს ეკონომიკის მხრივ იზრდება საკმაოდ საგრძნობლად. მე ამას ესე უბრალოდ ჰაერზე სიტყვებით არ ვსაუბრობ, ჩემი მაღაზიიდან გამომდინარე, როდესაც ვუყურებ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ იმას ვუყურებ, როგორ შემოსავალი მოიზრდა, ნავაჭი როგორია და შემდეგ. უფრო მაინტერესებს, როდესაც ვხედავ კონტინგენტი ვინ შემოდის. ჩემი მაღაზია ტურისტულ რეგიონში, რა თქმა უნდა, ბევრი ტურისტები შემოდიოდა, მაგრამ ახლა პროცენტულად გაიზარდა ქართველი მომხმარებელიც და რაც მთავარია და რაც უფრო მეტი მაჩვენებელია ჩემთვის. გაიზარდა საშუალო ჩეკი ქართველი მომხმარებელს. და ესეც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ფიქრობ პირველ რიგში ეს კვებაზე აისახება, როდესაც ფინანსური პრობლემები ან პირიქით ფინანსური ზრდა არის. რა თქმა უნდა, მე ვხედავ უფრო ნავაჭრი იზრდება, ეს პირველი მაჩვენებელია და მეორე თუ რისი ყიდვის საშუალება და შესაძლებლობა აქვს იმ კონტინგენტს, ვის შემთან შემოდის. ამიტომ ამ ზრდას ნათლად ვხედავ და მე ძალიან მიხარია. თავიდან როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ეკონომიური ზრდა იყო ჩამოსულების ხარჯს. ჩამოდიოდნენ უკრაინიდანაც, ბელორუსიდანაც, რუსებიც ძალიან ბევრი იყო. და ამან რა თქმა უნდა გამოიწვია ეკონომიური ზრდა, მაგრამ ეს არანაირად არ ეხებოდა ადგილობრივ მაცხოვრებელს.
მაგრამ დროთა განმავლობაში რაღაცნაირად ეს ყველაფერი გადაიხარშა, ფინანსები რაღაცნაირად გადანაწილდა ხალხში, როგორც ხვდები, რის მეშვეობით არ ვიცი, მაგრამ უფრო ყურადღებით არის ყველაფერი გადასახედი, მაგრამ ყიდვის უნარიანობა ქართველებს შორისაც გაიზარდა. გაიზარდა. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ქართველებისთვის აი ის რომ რაღაცა განსხვავებას მოვისმენთ, უნდა გადავეჩვიოთ ეგრევე აგრესიულად პასუხის გაცემას, აგრესიულად რეაგირებას და უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის აზრებს გავუწიოთ ანგარიში და მოვისმინოთ განსხვავებული აზრი ისე რომ ერთმანეთი არ დავხოცოთ. აი ეს ჩემი აზრით ეს გუმარხავს და ამას მივყავართ მიწაში. მე ძალიან ბევრი ადამიანი მყავს ახლობელი ისეთი რომელსაც არ ვეთანხმები ბევრ რაღაცებში ვეთანხმები, მაგრამ რაღაც თუ არსებობს საერთო მიზანი და სულისკვეთება არის საერთო საქართველოს გიყვარს და გინდა რომ ქვეყანას დაეხმარო, მეთოდებსაც შეიძლება მეთოდების შემუშავება 100-თა სხვადასხვაობების მიუხედავად რა და ასე ვფიქრობ მე. და რა ვიცი, მე მგონი ჯანსაღი აზრზე ვარ და თუ ვინმე რამე ჭკვიანი მეტყვის კიდე ერთი მომენტი. არ გვიყვარს ჩვენზე ჭკვიანი ადამიანის გაცნობა და იმაზე მოსმენა. მე დიდურობი ვართ. თუნდაც MMA-ში იყოს რა, არანაირად არ მიტყდება ქართველი იქნება ის თუ უცხოელი ვიღაც ჩემზე ჭკვიანი თუ შემხვდა, რომელსაც შეუძლია რაღაცა მასწავლოს, პირიქით მადლობელი ვარ ხოლმე ეგეთ ადამიანი თუ შემხვდება და ჩუმად ვარ და უსმენ, მაგრამ ძალიან ბევრს აი პირის დაკეტვა და მოსმენა როა საჭირო, მაგ დროს ყველაზე მეც ყვირის რა და სამწუხაროა ძალიან ეს მინდოდა და მე თქვა, მალე რუსთავიურზე უნდა გავყიდოთ ეს ეპიზოდი, შენს მომას ვიცავარ, გაიყიდება საკაიფო. აზრთა სხვადასხვა არა მხოლოდ საქართველოშია, ყველგან არის. და სამწუხაროდ ხალხი აი თავისი გადასახედიდან ხედავს სიტუაციას, რაზეც არ უნდა ვისაუბროთ. ადამიანი მაინც თავისი გადასახედიდან პოლიტიკური თუ სხვა მოსაზრებიდან შემოგხედავს და თუ მისთვის საინტერესოა, იტყვის საინტერესოა, თუ არ არის, იტყვის არ არის საინტერესო. ამიტომ ის პრიზმა, საიდანაც ხედავენ, ეს არის გამოიხატება იმ მათი სოციალური აქტივობიდან, რითიც არიან დაკავებული. ამიტომ მე ვცდილობ არც ერთი არავინ ისინი არ გამკითხო, იმიტომ რომ იმასაც ხვდები რატო ხდება ეს ყველაფერი. ძალიან რთულ პერიოდში ვცხოვრობ საქართველოში, საქართველოს ტერიტორიულადაც ძალიან ისეთ ადგილას არის გაყოფილი ვართ. ყველა თავისკენ გვეკაჩება და ჯერჯერობით ჩვენ ვერ გადავწყვიტეთ თუ სად არის ჩვენი ადგილი. იმიტომაც არის მე სულამ უფრო საქართველოს სულ არჩევნების დროსაც სულ დაყოფილი არის ორ ბანაკად, ძალიან ორ აგრესიულ ბანაკად, ერთმანეთის შეურაცხყოფა, ერთმანეთის აზრის, რა თქმა უნდა, უარყოფა. მაგრამ ეს არის ჩვენი რეალობა, სადაც ცხოვრობთ. თუ ამას ხვდები და მე ამას ნათლად ვხედავ, მე უბრალოდ ვცდილობ რომ ყურადღება არ მივაქცევ. მე ჩემი იდეები მაქვს, ჩემი გზა მაქვს, ჩემი ხედვა მაქვს. რა თქმა უნდა და ამიტომ ხედავ რატომაც ხდება ეს ყველაფერი და დიდად გულთან არ მიმოქვს. მე ხშირად მოხს ასეთი საუბრები, მე ხშირად მიწევს, გააჩნია რა მხრივ ვიტყვი, რა სიტუაციაზე როგორ აზრს გამოვხატავ და მე სულ იმ აზრს გამოვხატავ, რასაც ცვლის საჭიროდ და სწორად და თუ რაიმე ისეთი თქვი, რაც ვიღაც არ მოსწონს, მაშინ ვარ პრო ერთი მხარისკენ და თუ რამე სხვა რაღაცა თქვი სხვანაირად, მაშინ მეორე მხარე მომაწვევა და პრო აქეთა მხრის ვარ. გააჩნია როგორ ვიტყვი რა, ამიტომ დიდი აზრი არ აქვს ამ ყველაფერს. მე სულ ყველას ვწონებ, შენ პროის ხარ, შენ პროის ხარ, მე პრო ქართული ვარ. ხო, შენ თვითონ არ გერევა, მე რომ არ ფიქრობ ნეტა. გააჩნია რას ვიტყვი რა, მე ხო რაღაცა, მე გზაზე არ მომეწონება რაღაც ვიტყვი რომ არ მომწონს. ანუ ვიღაცამ რაღაც დააშავა ვიტყვი რომ არ მომწონს. აი ინიანის პრინციპია რა. ყველა შავში რაღაც თეთრიც არის და ყველა თეთრში რაღაც ცოტა შავიც არის. ამიტომ სულ ყველა ისეთი იდეალურად არ იქნება და ვერ იქნება. ინიან ჩინური ფილოსოფია. You're listening to Fight Pod Georgia, weekly MMA podcast with the Kartvelians. Right here. გიო, რამეს თქვა თუ გინდა დასვი, იმიტომ რომ აიცი რა, ძალიან გვაყოფილი ვარ რა, ყველაფერს შევეხეთ. ეთქობა სახეზე გვაყოფილი რო ხარ შეგაკეთე. ბედნიერი ვარ, ძმაო, მაგარი ბედნიერი, რა თქმა უნდა. ერთი ბოლო ის მაქვს, ანუ რა თქმა უნდა, სანამ დაგემშვიდობებით,
ანუ ეხა გამოაცხადეს, რომ არ ვიცი რამდენად სიმართლე არის და აპირებენ თუ არა რომ მართლა ჩაატარონ, მაგრამ იყო რომ White House-ში უნდა იყოსო UFC event-იო და რას ფიქრობ მაგაზე და იმას დავამატებ, შენი ყველაზე ანუ საყვარელი ლოკაცია სადაც შეგიძლია სოფლიოში რომ იბრძოლო, რომელს ამოირჩევდი? პირველ შეკითხვას გავცემ ასე, ძალიან ექსცენტრიული და განსაკუთრებული პრეზიდენტი ყავს ზღერობით ამერიკას. ეს არის ჩემი პასუხი. შოუმენია უფრო ვიდრე პრეზიდენტი, ასე შთაბეჭდილება მრჩება ხანდახან და სხვისი ცხოვრებითაც როგორც შოუს ისე უდგება და არ მომწონს რა, იმიტომ რომ ორმაგი სტანდარტებია და არ არის სწორი. მაგრამ ესეც მათი გადასაწყვეტია. ჩვენი პრეზიდენტი ხო არის ამ სამწუხარო ის არის, რომ ჩვენს გვეხება ეს პოლიტიკა, იმიტომ რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და დამოკიდებული ვართ დიდი ქვეყნების პოლიტიკაზე. ამიტომ არ ველოდები არასდროს არც ერთ დიდი ქვეყნისგან რაიმე ისეთ ნაბიჯებს, რომელიც სრულყოფილად და სრულიად სიმართლეს და სისწორეს შეესაბამება. ამიტომ ესეც დღესდღეობით ჩვენი ცხოვრების ნორმაა. და რაც შეეხება მეორე საკითხს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა და ღირსიც არის ქართველი მაყურებელის და ქართველი MMA თავისი მიღწევებითაც პირველ რიგში, რომ ბრძოლა და ბრძოლები ჩატარდეს საქართველოში. რა თქმა უნდა. და შენთვის ალბათ აჭარაში იქნებოდა ყველაზე გრანდი. ზაფხულში ბათუმი ზღვისპირას რაიმე კარგ ლოკაციაზე ძალიან კარგი იქნებოდა. თან რამოდენიმე ახალი სახე მოვა ქართველი შანსები მიეცემათ. ზოგჯერ არის რომ ეხა მაგალითად როცა შრომობ და დაფასება არ აქვს რაღაც დონეზე მე რაღაც იმაში შანსი უნდა მოგეცეს რომ დიდ შოუში იჭხუბო რომ მე უფრო მოინდომო. თორე როცა ამდენ შრომას დებებ, ამდენ ჯანმრთელობას თმობ, ოფლი, სისხლი, ტრამვები, შრამები და მაინც ვერ აწვდენ ხმას სოფლიოს, იმიტომ რომ შანსიც კი არ მოგცემია არასდროს რთულია მე რა. რაღაცა კარგი რო გააკეთო, მაგისთვისაც შანსი ჭირდება ადამიანს, შანსი რომ მოგეცეს რა და კარგი იქნება კი, ბაზარი. უბრალოდ რამდენად გვაქვს არენა მაგისთვის და მზად რამდენად ვარ ლოჯისტიკურად ეგ სხვა საკითხია, რა ვიცი. როგორ აიცი, აი მე სულ ვამბობ, რომ არ არის საკმარისი მხოლოდ კარგი სპორტსმენობა. ხანდახან იღბალიც ძალიან მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად ძალიან ბევრი სპორტსმენია, რომელიც UFC-ს გარეთ არის და იმსახურებს UFC-ში ყოფნას. მაგრამ ზოგი შეიძლება ვერც ვერ აზროს ვერ მოხდება. არა იმიტომ რომ ცუდი სპორტსმენია, იმიტომ რომ აი არ გაუმართლა და ასე 100%-იანი ხარ, კი. ძალიან ბევრი. მე აი ჩემ მაგალითია, მე საერთოდ არ მაინტერესებდა UFC და არ ვფიქრობდი. ახლა რა თქმა უნდა სხვანაირად უყურავ ყველაფერს, მაგრამ ჩემთვის არ იყო საინტერესო. ისიც მეტყოლებს ამ ყველაფერზე, რომ მე 28 წლის ვიყავი, რომ პირველად საერთოდ პირველი ბრძოლა ჩავატარე. ეს იყო ჩემთვის უბრალოდ კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი. თავიდან ბოლომდე როდესაც ფეხბურთი ვიყავი დაკავებული, ძალიან მიყვარდა ფეხბურთი, ძალიან მიყვარდა. შემდეგ უკრაინაში როდესაც წავედი სასწავლებლად, რა თქმა უნდა, სპორტში ვიყავი მთელი ცხოვრება და ფეხბურთის ადგილი დაიჭირა გრეპლინგმა და ძალიან მიყვარდა გრეპლინგი, ძალიან მიყვარდა. და ვფიქრობდი, რომ ბრძოლებს არ უყურები და როდესაც მოკრავდი თავს, ვამბობდი, რომ ერთმანის თავში ვტყამე და ეს რა არის, რა საინტერესო მეთქი. ეს ყველაფერი და ალბათ არასდროს არ ვიქნები ბრძოლებში, მაგრამ დღესდღეობით UFC-ში ვარ და არც ერთი საბმიშენი არ მაქვს. ამდენი ხანი ვაჭხობ და 9 მოგებიდან მე მგონი 5 მოგება თუ 6 მოგება მაქვს ნოკაუტით. მაგრამ performance ბონუსები არა გაცოდა, ხო? performance ბონუსები 3 ზედიზედ მაქვს. კი. Hermansen, Dawkins and Host. Hermansen, Dawkins and ერთი Host. კითხვა მინდა დაგისვა უცებ სანამ ვიცი რომ ბოლოსკენ მიდის ჩვენი ეპიზოდი, მაგრამ სანამ აქ ახარ ჩვენთან ერთად ვისარგებლებ შემთხვევით. შენ ხარ ფიზიკურად ძალიან ძლიერი ხარ ფიზიკურად რა. გეტყობა კიდევაც და ამბობს კიდევაც ყველა რომ აი ძალიან ძლიერი ხარ, ხშირად ვატყობ, კლინში ძლიერი ხარ შერკინებაში, გეტყობა აი მოვიმის გრიპის ძალა, დარტყმის ძალაც ძალიან ძლიერი გაქვს, ფაქტია. და როდესაც უყურებ შენს ბრძოლებს, მანამდე როგორც მოდიოდნენ წინ მოწინააღმდეგეები, ხო? და ეხა როგორც მოდიან წინ. მაგას შორის დიდი განსხვავება ხედავ. არ მოდის რა. ხო და შენი აზრით ზოგადად აი დამიბრეკდაუნე, აი დამიშალე, რამდენად პატარა წონებს არ ვიზახი. აი შენ წონაში და შენ წონის ირგვლივ, რამდენ მხოლოდ მნიშვნელობა აქვს
რამდენი პროცენტი მნიშვნელობა აქვს შენთვის ტექნიკას, ფიზიკურ ძალას და აი მოჩხუბრის აი ჟილკას და ჟინს. აი სამი კომბინაცია რო დაშალო როგორ იტყოდი. აი ყველასთვის ძალიან ინდივიდუალური. აი ეს ასპექტი. მაგალითად მერაბის მაგალითს თუ მოვიყვანთ, მერაბი რაც არ უნდა კარგი სპორტსმენი იყო, რაც არ უნდა კარგი ძლიერი იყო დგომში, ტექნიკური იყო დგომში, ფიზიკურად ძლიერი იყო, მაინც დაგლის, მაინც მოგეძებნის იმ გასაღებს და მაინც შედაამთავრებს როგორც უნდა. ამიტომ რომ აქვს ის ასპექტი, რომელი ასპექტი შეიძლება მას თავიდანვე ვერ ეხმარება, ჩვენ გქონდა დავინახეთ, რომ პირველ რაუნდებში იყო სიტუაცია, როცა გქონდა პრობლემა. მაგრამ თავისი ხასიათით პირველ რიგში და მეორე თავისი გამძლეობით, მაინც თავის დროს მოითმენს და იმ გასაღებს მოგიძებნის. კარგია, როდესაც რა თქმა უნდა თანაბად გაქვთ ეს ყველაფერი განვითარებული, ან ყველაზე უფრო კარგია, როდესაც შენ კარგად იცი შენი უძლიერესი მხარე და ნაბიჯ-ნაბიჯს ამ ისეთ ნაბიჯებს აკეთებ და გადადგამ, რომ აი ნახულობ იმ სწორ მომენტს, რომ ეს შენი უძლიერესი მხარე გამოიყენო. და მე ვფიქრობ, რომ მე შეცდომები მქონდა, მაგალითად იმამოვის ბრძოლას თუ ავიღებ, მე აი როგორც აი ისეთი აზროვნებით რო გავსულიყავ იმამოვის ბრძოლაზე, როგორც გავედი ჰოლანდთან. ჰოლანდი ძალიან სწრაფი ოპონენტია. ტექნიკურად კიდევ უფრო სტილისტის ტექნიკურად კიდევ უფრო მეტი შეიარაღება აქვს, ასე ვთქვათ, ჰოლანდს ვიდრე იმამოვს. მაგრამ იმამოვს ვეჩხუბე დგომში, იმიტომ რომ უბრალოდ მინდოდა დგომში დამჯეროდა ჩემი ძალის, ფიზიკური ძალის პირველ რიგში და ჰოლანდთან მივხვდი, რომ თუ დგომში გავაგრძელებდი, კარგად არ დამთავრდებოდა ის ყველაფერი. და მაგრამ ბოდიში რო გაწყვეტინებ, არა იმამოვთან ასევე ტრამვირებული გახვედი და მაგის ბრალიც არ იყო. მე ვიცი რომ შენ მასე ლაპარაკი არ გინდა, მაგრამ არ უნდა გასულიყავი იმ დროს, არ იყავი ფიზიკურად მზად. კი, არის რა თქმა უნდა ნიუანსები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისიც ხო არის მნიშვნელოვანი თუ რაზე ვფიქრობდი მე. კი, მე უბრალოდ ფიქრობდი, რომ უნდა მეჩხუბა დგომში და მეტი არაფერი. და როდესაც გავედი ჰოლანდთან, პირველი რაღაც ორი შერკინი რაღაც რო ვიგრძენი, რომ ძალიან სწრაფია დგომში, უბრალოდ შეიძლებოდა რომ ის არ ცდილობდა რომ შინი შემოსულიყო, რომ იცი ჩემ ფიზიკური ძალა, რომ დარტყმა მასზე ძლიერი მოხს. და რომ ვიგრძენი რომ ძალიან სწრაფია და ამის სწრაფით უბრალოდ რომც არ შემოვისახლოს ქულებით მაჯობებს, მივხვდი რომ უნდა გადამეყვანა პარტნიორში და იქ უნდა დამთავრებინა ეს ყველაფერი. და აი ასევე ადვილად მოვიგებდი იმამოვთანაც, მაგრამ მაშინ სხვანაირად ფიქრობდი და ასეთმა ბრძოლებმა მე ბევრი რაღაცები მასწავლა, რა თქმა უნდა. ბევრი ჩემთვის საინტერესო მომენტი გამოიტანე. ამიტომ ახლა უფრო მომზადებული ვარ, პირველ რიგში ვიცი და თქვენთან მე მგონი პირველი ინტერვიუ იყო თუ არ ვცდები ბეშუმში რო ვიყავი მთებში. და მაშინ გითხარით და კასის შემდეგ ბრძოლა იყო და მაშინ გითხარით თქვენ ასე სიტყვები. მე ვიცი რა უნდა გავაკეთო. და იყო ყველაფერს გავაკეთე იმისთვის რომ შემდეგი ბრძოლებიც მოვიგო. და ასეც მოხდა. ორი შემდეგი ბრძოლა ორივეში ბონუსი მივიღე და მერვე ადგილზე დავამთავრე ის წელი თქვენ შემდეგ. ახლაც ვიცი რა უნდა გავაკეთო, ვიცი რა მაქვს უფრო ძლიერი მხარე ჩემს მეტოქეზე. და ყველაფერს ვიზად ვარ პირველ რიგში მენტალურად და გააზრებულად ვიცი რა უნდა გავაკეთო. კი ბატონო, აი ხა შენ რაც ლაპარაკი ამასთანაც მე ჩემს YouTube არხზე დავდე Fight IQ-ზე ვიდეო. მანამდე დაღესტანი საქართველოს თემაზე დავდე ინგლისურად, იმედია მაგასაც ბევრი ადამიანი ნახავს და ზუსტად ის დაადასტურე ხა შენ რაც მე ვთვლი ლაპარაკე Fight IQ-ზე მაგ ვიდეოში ვინც გაიგებს მოკლედ. დიდი მადლობა კიდე ერთხელ. მადლობა თქვენ. და ეგ იყო 2022 წელში რა. ანუ პირველი ინტერვიუ ჩვენთან. კი, მე მგონი იყო ივნისი. კი, ზუსტად ვიცი ივნისს რაც 20 რიცხვები. კი, 27 ივნისში ვიყავი მაღალმთიან აჭარაში. კი, 27 ივნისი, ხო? და სიმართლე გითხრა, ხო, ეხლა მე კითხვები არ დამელევა.
ამიტომ აღარ დავსვამ მე ხა იმდენი კითხვები მოკიდა იმდენი რაღაცას შემიძლია გელაპარაკო საათობით გაგრძელდება ეს ამბავი ძმაო და გადავალთ პოლიტიკაში. შენს უარჯიშებელი დარჩები დღეს მეც მოვკტებით ფშიერი ეს მოვკტება ეს ფშიერი ამას კალორიები ჭირდება ხო და მოყუთყუნებული მყავს როგორ ვაჭმევ ხო და ამიტომ გიო თუ რამე ისეთი დასკვნითი კითხვა გაქვს დასვი მე გავჩუმდები და ბოლოს არა მე უბრალოდ ეხა მინდა რომ კიდევ შევახსენო ხალხს რომ 9 აგვისტოს ყველა ველოდებით შემბრძოლას და ეგ არის ჩემთვის პირადად შემდეგი დიდი ანუ რასაც ველოდები რა ხო გესმის ანუ ყველა აი რასაც ველოდები აი ხა ყოველ დღე დავდივარ სამსახურში ეს პოდკასტი არის ჩემთვის ხო ახლა ისე რომ რაღაც ვიგძნო უფრო რაღაც ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება არის ანუ თქვენი წარმატება რა და რა თქმა უნდა გისურვებთ წარმატებას და ამ დროს შემდეგ წელს გვენახე ჩვენთან მოსული ქამრით. ბატონო 13 აგვისტოსა დაბადების დღე მაქვს და 9-ში ესე იგი გაითვალისწინე მაინც და ადრევად ვიზეიმ. საჩუქრის ამბავში კი ბატონო. კი ნამდვილად ყველაფერს გავაკეთე ბრძოლა, მაგრამ მე შევეცდები რომ ყველაფერი გავაკეთო იმისათვის რომ გამარჯვება იყოს ჩვენი. ამინ ძმაო, ამინ. ღმერთმა წარმატება ჯანმრთელობა What I love what Roman does when Roman used to do this. He used to do this and you had that smile it's like oh shit. ხო, ეს კი სულ ხო ეს იყო იმასთან ხადისთან. ხო, ხადისთან. და მე ფეხი მოხდა ბოლოს. ო. აი სიმართლე გითხრათ. I want to see that. Now you have the beard thing, but I want this back, bro. I want this back. იქნებ. არა ვფიქრობ, რომ როგორი ეტაპებია ცხოვრებაში და რა აქვს გამზადებული ცხოვრებას არავინ არ ვიცით. ამიტომ ჩვენ უბრალოდ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, სიმამაცე უნდა გქონდეს ყველაფრისთვის და სწორად უნდა დავინახოთ ის მომენტი, როდესაც სწორი ნაბიჯებია გადასადგამი ცხოვრებაში. სირად ვამბობ, რომ ბრძოლები ძალიან არ მიყვარს მეთქი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვერ ხვდები რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემ ცხოვრებაში და რამდენ რაღაც მივაღწიე ბრძოლების გამო და ძალიან მადლობელი ვარ. უბრალოდ თვალთმაქცობა არ მიყვარს და ამიტომ ვამბობ ამას, რასაც ვამბობ ბრძოლებზე, იმიტომ რომ სულ ასეთი მიდგომა მქონდა და რა შემცვლდა მე არაფერმა არ შემცვალა. მაგრამ ამ ყველაფერმა ჩამომაყალიბა მე ჩემს ირგვლივ ხალხი, ვინც დღესდღეობით არის შესაძლებლობა მაქვს რომ აი მხალს დავეხმარო, ვისაც ვეხმარები და ყველაფერს ამას მაძლევს ბრძოლები და კიდევ ხშირად ვამბობ რომ ბრძოლები მეხმარება გავაღო ის კარებები, რომლებიც სხვა დროს ჩემთვის დახურული იქნებოდა. ამიტომ ყველა ნაბიჯს აქვს თავისი აზრი და მნიშვნელობა. მაგალითად ქართულ ხალხსაც რომ უყვარვარ და შემიძლია რაღაც ჩემი აზრი გამოვხატო და ამას 100,000-ობით ადამიანი მოისმენს, ესეც ძალიან სასიხარულოა ჩემთვის, იმიტომ რომ ის სიტუაცია ბევრი ამბობს რომ რატო აქცევ ყურადღებას ამა თუ იმ სიტუაციას საქართველოში. აგერ სამჯერ დავაკაკუნე ხეზე ბოდიში 100,000-ი ვთქვი და ნეტა ერთმა კაცო 100,000-მა ნახოს ეს ეპიზოდი რავი. რა იმიტომ ლაპარაკობ ასეთ რაღაცებს, რომ ჯერ ესეთი ვიცი რომ ხალხი მისმენს. კი ბატონო. და ისიც არ მინდა რომ მხოლოდ ერთი აზრი ბატონობდეს საქართველოში და იყოს მაგალითად იყოს სიტუაცია, როდესაც მე ვთქვი რომ ეს არ არის მე მესმის რატო იქცევა ხალხი ასე, მესმის რატო არის ასეთი სიტუაცია საქართველოში და გაღიზიანებული რატოა, მაგრამ ეს არ არის ქართული ქცევა მაგალითად. აი ძალიან ბევრს არ მოეწონა ეს ჩემი ასეთი აზრი, მაგრამ ძალიან ბევრსაც მოეწონა. სამწუხაროდ ისეთი დროც მოვიდა, რომ ჩვეულებრივი ბულინგის მსხვერპლი ხდება ადამიანი, როდესაც ცოტა განსხვავებული აზრი აქვს. და ძალიან ბევრი ცდილობს, რომ თავისი აზრი აღარ გამოხატოს, რომ ნეგატიური კომენტარები არ მიიღოს. რა თქმა უნდა. და მე ის კაცი არ ვარ, რომ ვიღაცის კომენტარების მეშინოდეს. ამიტომ ჩემს ნათლად გამოვხატავ და დარწმუნებული ვარ, აი იმ ხალხისაც გამოვხატავთ, რომლებიც დაჩაგრულები არიან. აი ამ სოციალური ქსელების ბულინგით და აი ხალხს ხო უხარია და თუ ერთი და ან ორი ადამიანი მაინც ჩემი ნათქვამის შემდეგ რაღაც გზას შეიცვლის, ესეც ძალიან დიდი მიღწევაა ჩემთვის.
დღეს ვამბობდი ზუსტად მაგას ლაივში ერთი კაციც რო იხსნა ეშმაკისგან რამხელა საქმეა თქო რა და მაგიტო არ მეზარება თუ რაღაცა შემილია რაღაცის გაკეთება მასოკაზე და მასებზე მე ვერ გავდივარ სამწუხაროდ რა ისე როგორც მინდა მაგრამ 100-დან 100 თუ მომისმენს 100,000 თუ არა და 100 მომისმენს და ერთ შეშველება და ერთ ჩვენმა შვილებმა მოგვისმინოს ესეც საკმარისი. კი, ეგეც მნიშვნელოვანია, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. აგერ ჭამემეთქი ვეუბნები და არ ესმის და არა. ჯენიანი გურულია ესეც რა. ძალიან ჯიგროვანი ყველაფერია. რა. რომა რომა უმეს დიდი მადლობა. მადლობა ძმაო. დიდი მადლობა თქვენ ბიჭო. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან რთულია მებრძოლებთან რა ესე დაასხდე და მით უმეტეს MMA-ის მოჭუხრებთან რო დაждდა და ესე სიღრმისეულად მიმოიხილო რაღაცეები. ციგნებზე არ გვისაუბრია დღეს და ვაუ, სხვათა შორის ვაპირებდი ციგნებზე და უბრალოდ ხო. მე დავიწყე ისა, ხო შემდეგ- იცი ახალი ციგნი. არა. აბა, მე დავიწყე ისა. ძალიან ძველი ციგნი არის რა და ბოლოს ერთი პოდკასტი ჩავწერეთ და გიო მახსენა რა რომ ის არისო თოფური არის ილუმინატიო რა ანუ რასაც ფიქრობსო თავშიო იმას ახთენსო რა ცუდი გაგებით არ უთქვი ანუ რაც ჩაიფიქრა რა იმას ახთენსო რა და მე ვიღაცა თქვა რომ ჯო როგენზე რო იყო თუ იქ თქვაო რომ წაიკითხა The Secret-ო რა ძალიან ძველი ის არის ციგნი და ეხა შევიძინე რა The Secret. სამწუხარო ის არის რომ ჩვენ რასაც ვკითხულობთ ის არის რასაც გვაძლევენ რომ წავიკითხოთ ამიტომ რაც რეალურად მნიშვნელოვანი საჭიროა ეს ციგნების ნახვა ძალიან ძნელია. Secret-ია დოსტოევსკი წაიკითხე შეგასწავლე Secret. ლევ ტოლსტოი. მაშინ წავიკითხა ვებხვის მე პირადად ძალიან მომწონს ჩვენი ქართული ნაწარმოებები, აი როდესაც რაღაც ესეთი პერიოდები მაქვს რომ რაღაც მაინტერესებს რომ აი სწორი ნაბიჯი ქართული გადაწყვეტილება აი სწორი როგორ იქნებოდა იმიტომ რომ ჩვენ ყველას ჩვენი ასე ვთქვათ შინაგანი კომპასი გვაქვს და ჩვენი შინაგანი კომპასი პირველ რიგში ჩვენი აღზრდიდან გამომდინარე ჩვენი ენიდან გამომდინარე და იმ სოციუმიდან გამომდინარე გვაქვს სადაც გავიზარდეთ და აი ამერიკელს ვერ შეეკითხები აი რაღაც ქართულ ყოფაქცევაზე, მოქცევაზე, სწორგზაზე, იმიტომ რომ მას თავისი აღზრდა აქვს, ამერიკული აღზრდა აქვს. და როდესაც ასეთი რაღაცები მაინტერესებს, ძალიან მომწონს ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი და ბევრი სხვა ჩვენი მწერლები, მაგრამ აი ნახულობ ბევრ რაღაცეებზე პასუხებს. და აი ძალიან მომწონს ეს ნაწარმოებები, რომლებიც დღევანდელი დღისთვის ძალიან მკაცრი და ძალიან ესეთი უხეში ნაწარმოებები და ვაჟა-ფშაველას ბევრი აქვს ასეთი. კი. სხვათა შორის გუშინ პროსტა აი ესე პროსტა მომინდა და დავიწყე იმის კითხვა. პროსტა გადავხედე, გადავავლე WhatsApp-თან კაც კაცი ადამიანს ჭავჭავაძის. პროსტა მომინდა რა, რაღაცნაირად აი მომაწვა რაღაცა და პასუხები არის. ხო, მომინდა რაღაცნაირად. რომ გვაჩვენებს თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი, რა იყო მათთვის სწორი და რა იყო არასწორი. როგორ უმკლავდებოდნენ შინაგან სირთულეებს და როდესაც ასეთი გუჩნდებოდათ აზრები, რომლებიც როგორ ეწინააღმდეგებოდნენ თვითონ და საინტერესო რაღაცები. თუნდაც ის რომ წარმოვიდგინო ვაჟა-ფშაველა თვითონ ომობდა, თვითონ მებრძოლი იყო, კრივი ციცოდა რამდენადაც ვიცი. და თან პოულობდა საკუთარ თავში იმის შთაგონებას, რომ ესეთი რაღაცები დაეწერა და შეექმნა, წარმოვიდგინე რა დონის ადამიანი იყო. სასწაული, აი დედას ფიცავარ ჟუანტელი მივლის, ბავშვის შულს ფიცავარ, ამაზე რომ ვლაპარაკობ რა, რა ვიცი, აი ზოგჯერ რამდენი წლის გახდა ამერიკა 4 ივლისს? That's a good question. ვაჟა-ფხელა არა ჯერ. ვაჟა-ფხელა არა. ეს არის პასუხი მო. აი, დიდი მადლობა. ჩვენ მე რომა აუცილებლად მინდა მალე ჩამოვიდე ვეგასამდე ჩამოვახციო, მან ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და შენს გაგიცნო პირადად. წლებია ვეგაში ავყოფილ ვარ, იცი ოჯახის კაცის ამბავი როგორაა, ეხლა საქმეს თუ არ ჭირდება, ვერ დავდივარ ვერსად. მაგრამ საქმეს ჩამომიყვანს იმედია მალე, ესე აგვისტო-სექტემბერში ვნახოთ და გაგიცნობ იმედია მალე და კიდევ უფრო ბევრი ლაპარაკებთ მე და შენ კულისებს მიღმა და მე გიორგის მოუყვები ამის შესახებ ასევე კულისებს მიღმა რა. მე one time fight night in China. Main event fight night in China. მე რომ გავიგერო ჩინეთში ტარდება ბრძოლები. აი ძალიან მინდა რომ
დღეს მოხდე რა მეც მინდა რომ ჩინეთში რა წარმოიდგინე მე როგორ ძალიან ვიყავი გახარებული. მე სხვა შორის თავაზობდნენ ჩინეთში ბრძოლას. იმამოვის ბრძოლის წინ ჩინეთში უნდა მქონდა main event. ის რო იყო ხო მგონი პიტერ იანს ქონდა აქ ბრძოლა დიახ, მაკაო დიახ, დიახ, ძალიან დიახ, მაგარი დიახ. ქალაქი არის ისე ჰონკონგიც და მაკაო ძალიან მაგარი ქალაქია, ხო, კი, კი. ამიტომ იმედი მაქვს ჩამოვალ თქვენ. I'll be waiting. Feichang Hao. Feichang Hao. Feichang ლომა ფეიჩანგჰაო. ლომა მე ძალიან მიკვირდა რომ ჩემი მეგობრები ჩინელი მეგობრები მიყავდა და ლომას მე და რუს ვერ ამბობ. და ლოს რატო ამბობენ მაგას ვერ ხვდები. ლომა. ო არა, აქვთ ჟ, მაგრამ სხვანაირად ხმარობენ რა. ჟ არის მაგალითად ჟ, მაგათი ჟ არის ჟ. ნიშნავს ცხელა. ჟ. ფეიჩანგ ჟ. ძალიან ცხელა. ჯიგარი ხარ. აბა, დროებით, გემშვიდობებით. მაგრად იყავით და რომა წარმატებებს საღამოს გისურვებთ. მე წავედი ჯიუ-ჯიტსუზე. კი ბატონო, მე წავედი რამეს ვიზამეთ და ნოკაუტით ან საბმიშენით მოგებას გისურვებ ძმაო რა. დალაერთობაშია. დროებით ბაში, ამენ. აბა, ჰე. You tune into the Kartwelians on the Fight Pod podcast. Fight Pod, yeah.